მოგესალმებით მეგობრებო. მოკლედ რაც ჩვენი პატრიარქი ილია მეორე უწმინდესი და უნეტარესი გარდაიცვალა, მე ვიდეო არ ჩამიწერია და არც მინდოდა რომ ჩამეწერა, სიმართლე გითხრათ, ვიდეო იქიდან გამომდინარე, რომ გლოვის დღეებია რაღაცა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ რა. მაგრამ ჩვენი ილია მეორე, მე რო არ შევაფასო ისტორიამ და ხალხმა და ყველამ კარგად იცის რა ძვირფასი ადამიანი არის, იყო და არის და იქნება ყოველთვის ჩვენს გულებში, ყოველთვის ცოცხალი იქნება ეს ჩვენი პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი და ნამდვილად რამხელა გავლენის და რამხელა ურთიერთ თანამშრომლობის უნარი შესწევდა ამ ადამიანს სხვადასხვა ქვეყნებში და სხვადასხვა ეპარქიებში და სხვადასხვა სარწმუნოების მქონე პატრიარქებთან თუ მამაოებთან თუ ასე და ასე, რომ რავი ეგერ ირანიდანაც სამძიმრის წერილი, რავი რუსეთიდანაც, ევროკავშირშიც დროშები დაუშვეს თუ სწორად მახსოვს რაღაცა ესეთი ისინი. მოკლედ მე არ დავიწყებ რა ღვაწლი და როგორ და რანაირად მაგ თვითონ ისტორიამ კარგად იცის და ხალხმაც კარგად იცის. უბრალოდ აი რა არის იცით რისი თქმა მინდა, რატო წერ ახლა ამ ვიდეოს. აი უყურებ Facebook-ს ვათვალიერებ და აი სწორად გამიგებ მეგობრებო, რა ისეთი რაღაცები ხდება Facebook-ში, რომ აი როგორ კრინჯავს ადამიანს, რაღაც აი ძალიან ხელოვნურად გაკეთებული სელფები, ძალიან ხელოვნურად დადგმული რაღაცა სპექტაკლები. არ შეიძლება ხალხო ყველაფრის ნატურალიზაცია რო და ვის რაც რემლი მოგაწვებათ სახეზე და რაღაცა და ესე რომ გამოხვიდეთ და ვერ გავიგე კაცო, ყველას ეტკინა კაცო, ყველას ეტკინაც, მეც ისე მივიღე როგორც ჩემი ოჯახის წევრი და ჩემი დიდი ბაბუა და უახლოესი ადამიანი რომ დაღუპულიყო კაცო. არც მოგიყვებით რა გრძნობა განვიცადე და აი ესეთი თვალებდასიებული ვიდეოების ჩაწერა, მერე კიდე აი ეს საერთოდ ფეხბურთელების მხრიდან კირიე ლეისო და დადებული და გოლის გატანა შენს სახელზე უწმინდესო ერთი გოლი გავიტანე, იქით ვიღაცა წყალს აწვდის ამ ხალხს, იქით ბავშვს მამის კისერზე ჩამოეძინა, იქით რაღაცა, არ შეიძლება ყველაფრის ნატურალიზაცია ხალხო. ვიღაცა შეხედავს ამ ყველაფერს Facebook-ში ნაყავს და всё მაგით დატკბება და მაგით აღარ მოუნდება მისვლა რა კაროჩი, აღარ მოუნდება რა პირდაპირ, იმიტომ რომ იმან უკვე იქ ინტერნეტში განიცადა ის გრძნობა, რაც იქ უნდა განეცადა რა. ხო და როგორ შეიძლება რა ცოტა რაღაცა ხო შეიძლება რომ ელემენტარული შეინახოთ თქვენი პირადი ყველაფერზე, ის ხო არ არის რომ რაღაცა მართლა Facebook-ში ლაიქები და ვიხეირო და Facebook-მა რაღაცები ჩამერიცხოს და რაღაცა არ შეიძლება რა კაროჩი, რა ესეთი ამ დონის რაღაცები არ უნდა ხდებოდეს, მით უმეტეს როცა ეხება ადამიანს, რომელიც რავი ქვეყნისთვის პირველი იყო ყოველთვის რა და იქნება სამუდამოდ. არ შეიძლება რა. არ უნდა გავხადოთ ყველაფერი ნატურალიზებული, იქ სელფები, ტრენდები და რაღაცა ესეთი რაღაცები, აი ამას რძენი და გულისამრევი არის რა კაროჩი რა. ანუ აი მის თქმა მინდოდა რა, რომ რავი აი თქვენც რო აი შეხედოთ სიტუაციას, მე უცებ რომ დააკვირდეთ, აი როგორ არის აი ეს ყველაფერი რაღაცა დადგმული ვითარი თუ რა ვიცი, ანუ იტირე და ჯერ გვიწმინდე თვალები და მერე გამოდი და მერე ჩაწერე თუ რა მის თქმა გინდა თვალებდასიებული ვიდეოს რატო წერ მითხარით? შენზე მეტად იმას ყივა, სხვა არავის არ ეთქინა, თუ ვიღაცა ვინცაც თვალები არ აქვს დასიებული, იმას არ ეთქინა გული თუ რას იძახი ახლა მაგით, რას მეუბნება. მერე კიდე
მთავრობის წევრები რო ხართ და ურიგოდ რო შედიხართ ხალხი იქ რო ისრისება თქვენ რატო არ დგებით რიგში დებაიბოძეთ და დადეკით თქვენც იმ რიგში რომ რაღაცა ხალხმა ადამიანებად აღიქვან რა თქვენ რა იმიტომ რომ რაღაცა რომ მოგივიდეთ ხვალე მეხი რო დაგეცეთ რა თქვენი პანაშვიძეს რო ვიღაცამ 1-2 კრუგი რო დაარტყას რა და ცოტა ხალხთან გაერიეთ არ შეიძლება ესეთი რაღაცა და აქ ხალხი ისრისება ისინი შავი გასასვლელით შედიან გამოდიან რა პრობლემაა რა ვიცი კარგით კარგად იყავით